უცნაურობით არის საჩინო. ეს არის ყველა გრძნობის სათავე. თითქოს არ უყვართ, მაგრამ მგონია, დიდ გრძნობას მაინც გულში მარხავენ. მასში დახვეწილ სამყაროს ვხედავ. კეთილშობილად არის გმირული. მე მომწონს მისი თავშეკავებაც, გადარევაც და არ სიყვარულიც. მას როცა ვხედავ, მეცვლება ფერი. გრძნობ და ვიფარებ უმალ მარაოს. მას როცა უსმენ, სულ ყველაფერი არის ამაო. მოლიერი მიზანტროპი. თავიდან იყო ის, რაც ახლა არის. ნებისმიერი სივრცე ასეთ ადგილას. ეს იქნება აქ, ნებისმიერი საგამოფენო დარბაზი, ეს განიცდება სივრცე, სადაც შეხვედრა უნდა შედგეს. ვინ როგორ მოაწყობს ამ შეხვედრას, ხო? თქვათ, ეს უკვე რაღაც გარკვეული პროფესიონალიზმის საკითხია. რამდენად შედგა ეს შეხვედრა, ხო? ეს კიდე ცალკე საკითხავია, მაგრამ რაღაცა ამაში იყო ისეთი საიდუმლო, რომელიც მე მხიბლავდა ძალიან. დრამატული ურთიერთობები არ ხორციელდება მარტო სცენაზე. და თქვენ წარმოიდგინეთ მარტო თოჯინებთანაც კი. ეს არის აი სივრცე, სადაც შედიხარ და იქვე იწყება ეს ურთიერთობები. რატომ ირჩევს ადამიანი ამას, ეს ცოტა ძნელი სათქმელია. შეიძლება აქ მართლა რაღაც შემთხვევითობამაც შეიძლება გადაწყვიტოს ბევრი რამე. თეატრის შექმნის იდეა ხა 27 წლის ასაკი არ არის დიდი, მაგრამ არც ცოტა არ არის იმისთვის, რომ თქვათ რაღაცა ადამიანი, რომელიც მეცნიერებას სწავლობს, ხელოვნებათმცოდნეობას, თქვათ თეატრმცოდნეობას, კინომცოდნეობას, მოუნდეს რაღაცა ექსპერიმენტების განხორციელება. შენ ხარ ახალგაზრდა, შენ გინდა მუშაობა, შენ რაღაცა მიზეზით ხვდები ამ სივრცეში, შენი თქვათ სათქმელი იბადება. ჩვენ აბსოლუტურად შეგნებულად თქვათ ვარს ვამბობდით რაღაც ფერწერულობაზე, გესმით? ხო და აი ამ ერთტონალობაში რაღაც პოლიფონური მეწევა იყო ძალიან არაიონი თქვათ, ну რა ვიცი, რთული ალბათ რა. სადღაც ხო იწყება ეს ყველაფერი რა. ეხლა მე რო დავიწყო რომ თქვა თითოეულ ბავშვი ეს იწყება ბავშვობიდან და ეს რაღაცა მიდრეკილებებია, ან ეს ნიჭებია, ან ეს მადლია, ნებისმიერი სიტყვა მოუხდება ამ საქმეს. ეხლა ადამიანს გააჩნია და მის რაღაც ჭრილს დამოკიდებულებას ხო ცხოვრებასთან.
ამიტომ თქვათ ესე უნდა ითქვას მან რომ აქ არ უნდა იყოს საუბარი ალბათ გინდა თოჯინაზე ან მერე შემდეგ რაღაცაზე ან ხატვაზე გესმით ეს უნდა იყოს ესეთნაირად რა რომ შემოქმედებითი ესე იგი ეს არის შემოქმედებითი ჭრილი ეხლა ცხოვრება რას შემოაგდებს თქვათ აი შენს რაღაც გარკვეულ ასაკში ყოველთვის რაღაცნაირად აი მაგალითად მე იმ დროს ძალიან მინდოდა კინო მიყვარდა კინო მეგონია რომ ვიცოდი არც ისე ცუდად თქვათ რაღაცნაირად სწავლობდი კიდევაც ამას ყველაფერს მაგრამ აი საშუალება იმის რომ თქვათ ამეღო კამერა და გადამეღო კინო და თქვათ აი ამით დავკავებულიყავი იყო ძალიან ცოტა შესაძლებლობა ამის მაგრამ შესაძლებლობა იმისი რომ თქვათ მეკეთებინა თოჯინები იმიტომ რომ მოხდი ამ სივრცეში ხო თქვათ გესმით და მე რა არის ისეთ ბოლოს ახლა თუ ეს მიდრეკილება რაღაცნაირად კმაყოფილებას განიჭებს ხო ახლა მე ვფიქრობ რომ მაინც ცოტა შეზღუდული და ისეთი ჭრილი კი არის ეს თოჯინების სივრცე მაგრამ რა ვიცი ძალიან ძვირფასი აღმოჩნდა ჩემთვის რას მემტერებით იქნება არ მოგწონთ ჩემი სონეტი ურნაში ყარეთ მსგავსი ლექსები როგორ შეერწყა კაცის ბუნებას უგემოვნობა ხელოვნებაში ჩვენი დღეების მანერულობას დრამატული ურთიერთობები თვითონ პიესაში კი არ არის მარტო ეს არის ისეთი შემჭიდროვებული სივრცე თეატრალური სადაც აი ხო როგორ ვთქვათ წამი არ გავა ამის გარეშე ეს ძალიან რთული სივრცეა იყო შემთხვევები, როდესაც ეს შეხვედრა შედგა და ხარ ბედნიერი. აი ამ 1-5 წუთის ბედნიერებისთვის ხანდახან თქვა შეიძლება გავიდეს ძალიან დიდი დრო. მაგრამ ღირს ესე მაგათ. ალბათ. სად არის შენი სამართალი ნავსაყუდელი? სავსიბოროდეს რისთვის დესა, რისთვის ახარ. საკუთარი ერაობის მისახავ წმენას. ზუსტით მანდრო. გული გონდება და ამქივა რაღაცენი თვითონ. იქნებ შეწყვიტო ჩემი დამჯვარი და რამე მითხრა სამუბეში. სამგეშო ვირწმუნე ყველას. იქნებ სულ ოდნავ მოყვარულად მიჩვენოთ თავი და მეც გიჩვენებთ რომ დაგიჯერეთ. განმარტებისთვის ნუ შემაყურებთ. მე გარკვეული მინდა პასუხი. ამოერჩიეთ მე თუ ალცესტი. ჩემი მეტოქე სწორია, რადგან თქვენ არჩევანის მოგცეთ უფლება. ამოერჩიეთ მე თუ ორონტი. თუ ორონტს არჩევთ სამუდამოდ გემშვიდობებით. თუ ალცესტს არჩევთ სამუდამოდ დავიკარგებ. ოღონდაც ბრძანე და თქვენი თავის სიამოვნებით მიბოძებია. ოღონდაც ბრძანე და თქვენი თავი ულაპარაკოდ მიბოძებია. ვფიცავ რომ აღარ შემოგიჩინდეთ. ვფიცავ რომ სიტყვას არ გავაგრძელებ. რა კაპრიზი? რატომ აგრევებთ ან და რას ნიშნავს ეს გამოწვევა? მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც გისმენთ. სპექტაკლის ფიქსირების საკითხი არის ძალიან რთული. აი ურთულესი. იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ეს მცდელობები რა, გესმით, მაგრამ უყურეთ როგორი რაღაცა არის. ჩვენ ხო ლაპარაკობთ რომ ეს ენაა. თქვათ, იმიტომ რომ შიგნით არის უკვე კიდე მრავალი ენა. მაგრამ ეხლა ვთქვათ, აი გლობალურად რომ არის ვთქვათ მარტო თეატრი და მარტო სპექტაკლი რომელიღაც, ხომ? ეხლა თქვენ რო წარმოვიდგინოთ რომ ეს გადაიღოთ და მოაყოლოთ ვთქვათ კარგ თარგმანში, რომ ეს უკვე აქეთაც მხატვრულად ღირებული რამ იყოს, ეს არის ურთულესი რაღაცა. ესე იგი უნდა იყოს ვიღაცა იოსელიანი, რომელიც მოიცლის ამისთვის და ბატონი იოსელიანი ჩვენ შემთხვევაში ნამდვილად არ მოიცლიდა ამისთვის. სხვა შემთხვევაში ეს ცდილობები ჩვენც გქონდა, მაგრამ ეს არ მუშაობს როგორც წესი, გესმით? დოკუმენტირება იმისი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით,
ვთქვათ, მოხდა თოჯინებში. გულწრფელად რა. ის თოჯინები როგორი დამოუკიდებელი ღირებულებისა იყო მაშინ, ეხლაც ჩვენ რო გავაკეთეთ რამოდენიმე გამოფენა, რაღაცნაირად მართლა გულს მოგვეფონა რომ იტყვა რომ მიიღო საზოგადოებამ და არ უთქვიათ რომ ეს არის ძალიან ძველი და განცდა იყო რომ ეს არის გუშინდელი თოჯინები და მე იმედი მაქვს რომ ეს არ შეიცვლება. პედალირება იმაზე რომ ვთქვათ მე თოჯინებს ვაკეთებ როგორც კანდაკებას ეს იყო ჩემთვის ძალიან ძვირფასი განცდა. ამიტომ მე ვიცოდი რა რომ ეს თოჯინები ამ თვალსაზრისით არის ღირებული. ნებისმიერი რამ იქ უნდა განიხილებოდეს რისთვისაც ის იყო შექმნილი. მე როგორც არ უნდა მდომებოდა რომ ეს სახით ხელოვნებაში გადმომიყვანა დამოუკიდებლად, ხომ? მისი არსი არის სცენაზე არსებობა. გესმით? აი სცენის საიდუმლოს მატარებელი თუა და ოდნავ თუ გადმოაქეს აქეთ, მე არ კვდება რა, გესმით? აი ეს არის მეტი არაფერი. რა საჭიროა ყველაფერთან შემგუებლობა? ყველგან ღალატი ჭორი, შუღლი, შურისძიება, უსამართლობა, ღიმილიანი სახეებით ძმათა დასმენა. ფილოსოფოსობთ და ცოტათი გადააჭარბეთ. თქვენი პათოსი კომიკურია. უცნაურია ხალხის თვალში და სასაცილო. მე რეგვენთაგან შექება არ მსურს. არც ბრბოს იდეალს ვეთაყვანები. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ესოდენ მაქსიმალისტი. რით ვერ ახერხებთ გაარჩიოთ შავიდან თეთრი. ორ ქალს უყვარხართ. უგულწრფელეს და სადაქალებს. თქვენ კი რატომღაც კოკეტური ირჩიეთ, დამა. ის სელიმენა, ქარაფშუტა და ენამწარე. როგორცაც ებრძვით, იმნაირი თვისებით სავსე. რისთვის პატიობთ სულ ყველაფერს? ბრმა არის გრძნობა. თუ ქალს პატიობთ, მოძმეთათვის რა თხურავთ კარებს და ჭერმეტყველებთ ობიექტურ სიმართლეებზე. ჭერმეტყველებას სჭირდებათ ქალებს. ო ჩემმა გრძნობამ, სიყვარულმა, რომელიც მათრობს. მხოლოდ მათრობს და არ მაბრმავებს, იცოდეს ღმერთმა. მან იცის ერთმა არის ზალა დაუთრგუნველი. არ შემიძლია მე მასთან შებმა.
მათ შეუძლიათ ყველა სივრცეში გადაადგილდნენ, ყველა ეპოქაშიც, ყოველთვის თანამედროვენი არიან. მათ შეუძლიათ იყვნენ კონკრეტულნიც და აბსტრაქტულნიც. შეუძლიათ შეგვახსენონ, რომ ყველაფერი მეორდება. ადამიანთა სიყვარულიც, მტრობაც, ღალატიც, ნებებიც, უსუსურობაც. რას გამოხატავს მათი საგნობრივი ყოფა? რას ნიშნავს იყო თოჯინა, რომელსაც ადამიანი გმართავს? აქ რაღაც მომენტში როლები იცვლება. ეს საოცარი არსებები მაღალი ესთეტიკის კვალით თავად მართავენ ადამიანების ემოციებს. და საგნობრივი სამყაროს გასულიერება ხდება ჩვენში. სინამდვილეშიც ხომ ყველაფერი ჩვენშია და ჩვენს გამო. და ახლა ვხედავ, რომ გაპატიეთ. დღეიდან სხვაგვარს ვიწყებ ცხოვრებას. უნდა გავშორდე ამ დიდ ქალაქებს და საზოგადო ამაოებას. და უდაბნოში დავიკარგები. პატარა სოფელს ვარქმევ უდაბნოს. თქვენც ჩემთან ერთად გამოემგზავრეთ. გამეტებულად და სამუდამოდ. რას ბრძანებთ? მაინც როგორ უდაბნო, თან გამეტებით და სამუდამოდ? სულ ყველაფერი გადავივიწყო, ასე სწრაფად და ასე უბრალოდ? თუ კი გიყვარვართ, უნდა წამომყვეთ და სხვანაირი იწყოთ ცხოვრება. არც გული გახლავ თავის მსურველი და მით უმეტეს არც ეს გონება. სულ არ მიზიდავს ეს მომავალი, ცხოვრება უტყვი, მძიმე ლოდივით, არც პროვინციის უდაბურება, პასტორალური სოფლის მოტივით. თუ კი გიყვარვართ, უნდა წამომყვეთ. ჩვენ სულ სხვანაირს ვიწყებთ ცხოვრებას. არც გული გახლავ თავის მსურველი და მით უმეტეს არც ეს გონება. საკმარისია. მე განვიკურნე. ეს თქვენი უარით წამში შესძელით. საკმარისია. აქ მევწყვეთ ჯაჭვებს და სამუდამოდ გემშვიდობებით. ამ გამოფენაზე, რომელიც მელიქიშვილის ქუჩაზე, ცალკე სივრცეში, ძველ გადაკეთებულ მარანში შედგა, ბინ პაუერმა, თოჯინების ამერიკელმა მკვლევარმა ასეთი განმარტება გააკეთა. მარიონეტების ხელოვნების ისტორიის შესასწავლად წლების განმავლობაში ევროპაში ვმოგზაურობდი. ვესაუბრებოდი თოჯინების თეატრის მსახიობებს. ვუყურებდი მარიონეტულ წარმოდგენებს და სხვა. დიდი ხანი არ დამჭირვებია იმის გასააზრებლად, რომ ჩემ წინ ჩამოკიდებული მარიონეტები ყველაზე ნატიფი და უჩვეულო იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე მენახა წარმოდგენებში, მუზეუმებსა თუ წიგნებში. მრავალი სახის მარიონეტი არსებობს, ძალიან პრიმიტიული, მხოლოდ ბავშვებზე გათვლილი. სარკასტული ხასიათის, ზრდასრულებისთვის, ზოგიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. ბაჩანას მარიონეტები უდავოდ ხელოვნების ნიმუშთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. თოჯინები ორ განსხვავებულ ისტორიას გადმოსცემდნენ. ნაწილი ბიბლიის პირველ მეფეთა წიგნიდან. ხოლო ნაწილი მოლიერის ნამუშევრებიდან. მოლიერის პიესებისთვის. მომცრო მარგალიტების, სამკაულებისა და მონაცრისფრო მოყავისფრო ქსოვილთა ერთობლიობა შთამბეჭდავ კონტრასტს ქმნიდა. ძველი აღთქმის ფიგურების სამოსი სახასიათო და ლამაზი უბრალოებით იყო გამორჩეული.
ძაფთაგან ერთ-ერთი მარიონეტის ცხვირზე იყო დამაგრებული. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს. ეს საკმაოდ უჩვეულო ნიუანსი იყო. როგორც წესი მარიონეტებს ძაფებს უმაგრებენ მხრებზე ან კისრის უკანა ნაწილზე. ცხვირიდან ამოშვერილი შავი ძაფი კი მარიონეტებს ამოუცნობ, მისტიკურ ხიბლს სძენდა. Bachana Havashi. And Bachana is the creator of these absolutely amazing puppets. They are ყოველთვის, როდესაც მამაჩემს ვფიქრობ, ჩემთვის ძალიან საკრალური და სათუთია არის მამაჩემის ხელების ცქერა. მაშინ ჩემთვის მამაჩემის ხელები იყო ძალიან დიდი და როდესაც ის იღებდა უხეში ხის ნაჭერს და იწყებდა მის თლას, საოცრება ხდებოდა ჩემ თვალწინ ცოცხლდებოდნენ მარიონეტების ნატიფი სახეები და ასე მეგონა, რომ აი მათი ძვირფასი ჩაცმულობის, ნაკვთების, თითოეული თმის ჟღერის, მაქმანის, მძივის საიდუმლო მხოლოდ მე ვიცოდი. ისინი იყვნენ როგორც ცოცხალი არსებები და დღემდე ასე დარჩა. როდესაც პალერმოში შემოდგომაზე მე გამოფენაზე ჩავედი და შევედი იმ დარბაზში, სადაც მარიონეტები იყო გამოფენილი, აი ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცოცხალ ადამიანებს შევხვდი. მე ვთვლი, რომ მარიონეტების გამოთლისა და განვითარების ხელოვნებაში მამაჩემმა მიაღწია უმაღლეს მწვერვალს. რაღაცა ზღვარი ხომ არსებობს, რომელსაც თქვათ, ქვია პირობითობის ზღვრები, ხო, თქვათ ეს კინოს თავისი აქვს, ფოტოგრაფიას თავისი აქვს, თქვათ, ქანდაკებას თავისი აქვს. აბსოლუტურად სხვა ზღვრები. დროც იყო ისეთი, როდესაც თქვათ ჩვენ ახალგაზრდები მართლა ბევრს ფიქრობდით რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, რა სად ვიცხოვრეთ, როგორ არ მოგწონდა ის, სადაც ვიცხოვრეთ, როგორ გვინდოდა რომ რაღაც უკეთესი მომხდარიყო თქვათ და როგორც იმ სივრცის ნაწილი, რასაც ალბათ მაინც ესეთი საზოგადოება ქვია, ეხლა მაინც ჩვენ ვიკრიბებოდით იქ როგორ ეხლა თეატრალურის, აკადემიის, კონსერვატორიის სტუდენტებია. ადამიანები, რომლებმაც პრინციპში მერე უნდა აგრძელონ რაღაცა მემკვიდრეობითობაში, ხომ, მემკვიდრეობის წრილში და რაღაც ის შრეა, სადაც თქვათ ეს განიხილება ყოველთვის და ეს არის საფიქრად, ხო? მერე ვეძებდით ამ სიტყვას, ვინ მოძებნიდა ამ სიტყვას, რომელიც თქვათ მისაღები იქნებოდა და თქვათ ამ პირობითობას მოერგებოდა, ხო, არ ვიცი ხა ამ სწორი სიტყვა მოერგებოდა, მაგრამ ნუ თქვათ არის სხვა რა სიტყვა უნდა ვიხმარო ამ შემთხვევაში და აქ თქვენ ქალბატონო ნინა როგორ მოხდა ეს ხა ამის მოყოლა ალბათ ძალიან დიდხანს შეიძლება, მაგრამ თავარია რომ ეს სიტყვა იქნა ნაპოვნი. და სხვათა შორის ამ სიტყვის აი ამ ელფერმა და ტონალობამ თქვათ განსაზღვრა რომ ამას ხალხი უსმენდა და ამაზე ხალხი სიამოვნებით რეაგირებდა, იცით? ეს არ იყო ესეთი რაღაც, იმიტომ რომ უფრო მეტიც ეხლა რო თქვა რომ კულისებში ჩვენ ერთმანეთში ამენით ვსაუბრობდით, თქვათ, ხო, ესეც იყო. ხანდახან მეჩვენება, რომ მეთოჯინენი ერთი ნაცია, ან რაღაც ამდაგვარი. აი ჩვენი ნაცნობი თოჯინა პიეროს და არლეკინის სამშობლოში, ყველაზე ცნობილი იტალიური თოჯინების ფონზე. თოჯინების ერთობა. ამ მართულ თოჯინებს მარიონეტებს თავად შეუძლიათ მართონ ადამიანების ემოციები და ფიქრები. შუქი იწყებოდა არა შუქიდან, ვთქვათ, არამედ სცენიდან.
არ არსებობდა არანაირი ხელსაწყოები და თქვა განათების სისტემა ისეთი პატარა თეატრისთვის, როგორც ჩვენ ვიყავით. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით არა მარტო ფერის დრამატურგია შეგვექმნა, თქვა რაღაც და იქ მოგვეხდინა რაღაც ჩვენი ჭკუის რევოლუცია, ხო თქვა. არამედ ჩვენ აი როგორია ტექნიკურად შეგვექმნა ყველაფერი ეს და თქვენ წარმოგიდგენთ ახლა იქ ისეთ სასაცილო რაღაცები ხდებოდა რომ ეს ყველაფერი იყო გაკეთებული კონსერვის ქილებისგან და ხელით გაკეთებული პულპით. ჩავედით გერმანიაში ახალგაზრდა რეჟისორების ფესტივალზე. იქ იყო ყველაზე სასაცილო ის რომ ჩვენზე წერდნენ რომ ეს არის ესე იგი თბილისიდან ჩამოვიდნენ ახალგაზრდა ესთეტები, რომლებიც პრინციპიალურად უარს ამბობენ კლასიკურ განათებაზე. ხო და ეს იყო ჩვენთვის ძალიან ისეთი ანეკდოტური სიტუაცია, რომ როგორ აბა რა, ამ ჩვენი სპექტაკლით როცა მოვხდით ამერიკაში და როდესაც და ერთმა ჩვენთაგანმა წაიღო, თქვათ, ეს რომ შეერთებინა დენში, წყაროში რა, საიდანაც ხდება ეს ყველაფერი, იქ კინაღამ გამოყარეს თეატრიდან, რომ თქვენ აქ ხანძარს გააჩენთ და როგორ შეიძლება საერთოდ ამაზე ფიქრიც კი წაგვიყვანეს რომელიღაცა კინოსტუდიის რაღაცა დიდი შენობა იყო, სადაც იყო ყველაფერი. აი ესეთი ცუცქუნია განათების სისტემიდან და რაღაცა მთებს რო ანათებს იმ დონემდე. გალაქტიონს აქვს ასეთი სტრიქონები. ახლა ეს თემა გადავდოთ განზე, კი არ დაღონდე. არწივთ თავდასხმა აეროპლანზე მე მომაგონდა. თოჯინების მერე სწორედ ასეთ მოულოდნელობად მოგეჩვენებათ ბაჩანა ხალვაშის სხვა გამოფენა. მინიმალისტური გრაფიკა, კალიგრაფიული კომპოზიციები, გრაფიკული პეიზაჟები. სადღაც წერს, როგორც იქნა დავინახე ხაზების სისადავე და მათი გადაკვეთის მნიშვნელობები. ამ შემთხვევაში რაღაც პათოს ნამდვილად ვერ ავწდები და რაღაც აი ცოტა ხმამაღალ საუბარს რა. ადამიანი რომელიც თქვათ რაღაცა თვალსაზრისით არის თავის სივრცეში, თავისი ქვეყნის სივრცეში, თავისი ერის სივრცეში, ხომ თქვათ? სხვანაირად ვერ მოიქცევა, რაღაც თვალსაზრისით მაინც მივა მანდ. კალიგრაფიას რაც შეეხება, მე თქვათ რაღაცნაირად აქ მიზეზები არის ბევრი, ისევ როგორც ყოველთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ჩვენი ჩართულობის როლი ან მოცულობა ამ სივრცეში. აქ ხარისხზეც ხომ არის საუბარი და არა ვთქვათ რაღაც წლებზე, ხო? ვთქვათ 1500 თუ 2500, არამედ ხარისხი ამ ჩართულობის. ეს კი მართლა მნიშვნელოვანი არის ძალიან. აქ ამ აბსტრაქტულ აზროვნებაში ყოველთვის არის ხოლმე ცდუნება რომ პატარა ქვეყანა და ვთქვათ რაღაც ვთქვათ, როდესაც ანტიურობა სწავლობ, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ამხელა ხელოვნება, ანტიური ხელოვნება, რომელიც მაინც ბერძნულ რომაულთან არის და უფრო ბერძნულთან ვთქვათ დაკავშირებული, ხო? იყო მოცულობით ძალიან პატარა ეს ქვეყნები. და მოსახლეობა მისი არ შეადგენდა 9 მილიონსაც კი. მაგრამ ამაზე არ უნდა დაგიცურდეს ფეხი, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, გესმით? იმიტომ რომ ეხლა არა აქვს მნიშვნელობა ამას მილიონი ადამიანი იქნება იქ თუ ვთქვათ 9 მილიონი. როგორც არ უნდა მხიბლავდეს, როგორც არ უნდა მიყვარდეს ეს შორეული აღმოსავლეთის კალიგრაფია, ვთქვათ, მე ვიცი სად არის ჩვენ შორის ზღვარი. სიყვარულის ზღვარი კი არა, ვთქვათ, ვთქვათ გამომსახველობითი ზღვარი, იმიტომ რომ ეს ნამდვილად სხვა საძირკველზე იგება, სხვა საძირკველზე შენდება. რატო იქნება ამბანი? რომ დაფიქსირდეს რაღაცა, მოხდეს იმ აზრის მომიფიცირება, ხო? მერე მოდის ყოველთვის ერთი ვიღაცა, ძალიან ნიჭიერი ერთი ვიღაცა, ცოტა გიჟი, რომელმაც ეს უნდა გაარღვიოს, ისევ გააცოცხლოს და თავიდან დააბადოს. მე მინდა როგორც მუსიკოსმა გითხრათ, რომ მამაჩემის კალიგრაფიები არის ჩემთვის როგორც ბახის პოლიფონია. ძალიან ინოვაციური, იმპროვიზაციული, მრავალმხრივი, სიღრმისეული. მე ძალიან ხშირად ვაკვირდები ამ გრაფიკებს და ასევე ვხედავ მათში აი ქართული კლდეების აი ამ სწორ ხაზებს, აი რაღაცა ძალიან მართალ ხაზებს, თეთრ სივრცეს ავსებს
შავი გრაფიკული, კალიგრაფიული ხაზების პოლიფონია. ისინი არიან ძალიან ცოცხალი, ძალიან თანამედროვე, ძალიან მრავალწახნაგოვანი. მე ძალიან მიყვარს მისი მარიონეტები, იმიტომ რომ მე ვიცი, ეს შემა ბაბუამ გააკეთა. მე ძალიან ვამაყობ და სულ მენატრევა. ჩემთვის ბაჩანა ბაბუ არის ჩემი პატარა სამშობლო. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა მიჭირდეს, მე ვიცი რომ ჩემი ბაბუა ბაჩანა ყოველთვის ჩემ გულში იქნება და არის. და მე იმდენი რამე ვისწავლე მისგან, მე ვისწავლე როგორ უნდა იყოს კრეატიული ადამიანი, ერთგული ადამიანი, მე ვისწავლე როგორ უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი. და მე ძალიან ვამოყობ მისით და მისი ხელოვნებით. ეს პატარა თეატრი დაიხურა, დასი დაიშალა და თოჯინები არათეატრალურ სივრცეში გადავარგდნენ სამუდამოდ. ეს სპექტაკლი მორჩა, ფარდა. ახლა ეს თემაც გადავდოთ განზე. და არის ბაჩანა ხალვაშის ცხოვრებაში კიდევ ერთი სამყარო. ეს სამყარო სივრცეს და სივრცის კონცენტრაციას ერთდროულად გულისხმობს, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ეს თემა და ასპარეზი ძალიან დიდია, დიდი ტრადიციების შემცველიც და ალბათ ცალკე ფილმსაც გულისხმობს. რის გადაღებასაც მე არ მგონია რომ შევძლებ. გული ბატონი და გული მონა აწყდება კედლებს, ეშვება ფარდა. ჩვენი შეხვედრა ავან სცენაზე გამოთხოვებას ძალიან გავდა. სად არის იგი, სიბრძნე და ნიჭი, რა არის იგი, რაც ჩვენგან ფარავს? თუ სიყვარული არის ამაო, მაშინ რა ქვია ყველაზე მთავარს?